ჩვენ დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ამჯერად ჩემთან და ნინისთან ერთად სტუდიაში არიან ჩვენი დღევანდელი სტუმრები, მოგესალმებით დილო მშვიდობისა. და მე ვარ უმცირესობაში და მკაცრად დავიცავ უმცირესობას დღეს. თუმცა ჩვენი დღევანდელი თემა არის საკმაოდ საინტერესო, ეს არის სტუდენტური პროექტი, რომელიც ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. პროექტი მიზნად ისახავს თეთრი წყაროს რაიონის სოფელ მარაბდაში ინოვაციური მიდგომებით ხეხილის ბაღის გაშენებას, ბაღის მოსავალი კი გათვალისწინებული იქნება სოციალურად დაუცველი ახალგაზრდებისთვის. ბაღს, როგორც ვიცით, სტუდენტები გააშენებენ და მოულიან და პროექტთან დაკავშირებით ჩვენი დღევანდელი სტუმრები არიან ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ირაკლი ჟორჟოლიანი, დილო მშვიდობისა კიდევ ერთხელ, აღნიშნული ფონდის დირექტორის მოადგილე მურმან პატარაია, მოგესალმებით და პროექტის მენეჯერი გოგა ბიბილური. დილო მშვიდობის, მადლობა რომ მონაწილეობთ გადაცემაში და სანამ დავიწყებთ საუბარს, ნახოთ სიუჟეტი. მარიამ ხლონტმა მოამზადა, მარიამ ხლონტი თავად იმყოფებოდა მარაბდაში და დაესწრო თუ პროცესს თუ როგორ შენდება ეს ხეხილის ბაღი, ნახოთ და დავბრუნდებით ძალიან მალე განვავრცობთ უკვე თემას სტუმრებთან ერთად. სოფელი მარაბდა, მიწიანი ბაღების განვითარების თანამედროვე ფორმა, ახალგაზრდების მაქსიმალური ჩართულობა და მეხილეობის სფეროში მათი როლის გაზრდა. აქამდე მხოლოდ თავის ეზოში მუშაობდა. გიორგი აბულაშვილი იმ ერთ-ერთი მოხალისეთაგანია, რომელიც ცხელი ამინდის მიუხედავად მარაბდის ბაღში მთელი დღის განმავლობაში მუშაობს, თუმცა ამჯერად უკვე ახალი პალმეტური მეთოდით. ეს მე არ ვიცოდი მაგალითად რომ ამ ხელაზე იჭრებოდა, ახლო რო ირგვებოდა და ესეთი რაღაცები. ჩვენ ვიცით რომ 5-6 მეტრაში უნდა დავდგათ მეტი თუ არა ნაკლებში არა. ეს მეტრაოცში ირგვება, შპალირის მეთოდია, ძალიან კაი მეთოდია, ეგრე აუყედა. ეს ახლო თუ ხეხილი გაიხარებდა, ნახოთ დავაკვირდეთ. ეგ მაინტერესებს ზუსტად მეც თუ ესე შორს რო ურგავდით, ჩვენც ვიცოდით სოფლელები. გიორგისთან ერთად მოხალისედ 40-მდე ახალგაზრდა მუშაობს. აღმართული ბოძები და გაჭიმული მავთულები. ყველაფერი იმისათვის, რომ ჩაყრილმა ნერგმა შემდგომში ისეთი სახე მიიღოს, რომელიც პალმეტური მეთოდით ბაღის გაშენებისას გამოიყენება. აქ თითოეულ ნერგის დარგვას თავისი წესები აქვს. ნერგი დარგვის დროს თვალი უნდა იყოს აღმოსავლეთისკენ და ხილად უნდა მივაყაროთ. მიწა რომ ფესვი არ დაზიანდეს. ამ ნერგს ხშირად ესაჭიროება მორწვა, ახალი დარგულება, სანამ გაიხარებს. გასხვა, განაყოფიერება, მორწვა, უნარებს, რომელიც პროექტის გრძელვადიან მდგრადობას უზრუნველყოფს, მოხალისეები პროექტის ავტორებისაგან სწავლობენ. პროექტი მოზადებულია და განხორციელებულია ხუთი არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით. და მთავარი მიზანი პროექტის არის, რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდობის ჩართულობა სოფლის მეურნეობაში და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში. და რაც თავარია და სასიხარულოა, მას ახალგაზრდები კარგად გამოეხმარება პროცესს და ძალიან ჩართულია პროცესში. მარაბდის ბაღში 1 ჰექტარზე დანერგილი ვაშლის ნერგები სულ ცოტა ხანში გახარებას დაიწყებს. ზუსტად 1 წელიწადში კი აქ ჯუჯახეების ნაყოფსაც დაელოდებიან. ვაშლის ნერგებს კი მომავალში უკვე ალუბლის, ბლის, ატმისა და სხვა ხილის 500-მდე ხეთს შეემატება. ეს იყო მარიამ ხლონტის სიუჟეტი მარაბდიდან, ჩვენ კი დაუბრუნდით ჩვენს დღევანდელ სტუმრებს. აი ძალიან საინტერესოა ნინი პრინციპში ეს ინოვაციური მეთოდი. მე მინდა ამის შესახებ ვკითხოთ ამ შემთხვევაში, ეს პალმეტური მეთოდი რას გულისხმობს, რას მოიცავს და რითი არის გამორჩეული სწორედ ამ პროექტში, რადგან გადაწყვიტეთ სწორედ ამ პალმეტური მეთოდის გამოყენება. კი ბატონო, პირველ რიგში მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის და უშუალოდ აქვე აღნიშნა ვისარგებლებ შემთხვევით, რომ დასრულდა ფონდში პირველი საგრანტო კონკურსი, შემოვიდა ძალიან დიდი რაოდენობა პროექტებისა და ერთ-ერთი იყო სწორედ ეს კრეატიული პროექტი, რომელიც გულისხმობს პალმეტური მეთოდით სოფლის მეურნეობაში ახლებული ესე თქვი ბაღის გაშენებას, რომელიც ითვალისწინებს 3ჯერ თუ 4ჯერ უფრო მეტი მოსავლის შემოტანას და უშუალოდ, რა თქმა უნდა, ეს მეთოდი აპრობირებულია ზოგადად ევროპაში
და ამ თვალსაზრისით ვთვლით, რომ თვითონ რევოლუციური იდეა ქართულ სივრცეში და ვფიქრობთ, რომ იგივე ახალგაზრდების ჩართულობა და გააქტიურება სოფლის მეურნეობის მიმართულებით არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ პროექტის მთავარი მიმართულება სწორედ გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდები ჩავერთოთ სოფლის მეურნეობაში და ხელი შეუწყოს და ჩვენი ფონდი მაქსიმალურად მხარში დაუდგება ნებისმიერ მსგავს ინიციატივას და ალბათ შედეგიც მალე არ დააყენებს და საზოგადოება დაინახავს ამ პროცესს. გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყნის პრიორიტეტია და მთავრობის პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა, შესაბამისად ჩვენც ერთგვარად მხარიაობით ამას და გამომდინარე აქედან ის კრეატიული იდეა, რომელიც შემოტანილი იქნა ახალგაზრდების მიერ, იქნა დაფინანსებული. ეს კიდევ ერთი ხელშეწყობა იქნება, რომ ადგილზე მივამაგროთ ახალგაზრდები. უნდა გითხოთ, რის მიხედვით შეერჩა პროექტები, რომლებიც დაფინანსდნენ და რამდენად იქნება ეს პროექტი ხელშეწყობი მომავალში იმისთვის, რომ დაინერგოს ეს პალმეტური სისტემის მეთოდი საქართველოში? კი ბატონო, რაც შეეხება შეფასების კრიტერიუმებს, საკმაოდ საინტერესო შეფასების კრიტერიუმები გაგვაჩნია. ეს არის მაგალითად პროექტის მდგრადობა, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ პროექტის დასრულების შემდგომ რამდენად გრძელვადიანი და შედეგზე ორიენტირებული იქნება პროექტი, ასევე ბიუჯეტის ადეკვატურობა, რაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია, რამდენად შეესაბამება პროექტში მოცემული ფასები იმ საბაზრო ღირებულებებს, რაც ჩვენს ქვეყანაში არის, ასე ვთქვათ, ჩართულობა და მონაწილეობა, რამდენად არიან ახალგაზრდები ჩართულები და რამდენად პასუხობს პრიორიტეტებს. აქედან გამომდინარე ეს პროექტი აბსოლუტურად ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, შესაბამისად სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სათათბირომ ერთხმად დაუჭირა მხარი. სულ დაფინანსდა 14 პროექტი სხვადასხვა მიმართულებით და ვფიქრობ, წინ კიდე მრავალი საინტერესო სიახლე გველოდები. როგორც ვიცი, უკაცრავად როგორც ვიცი, 5 არასამთავრობო ორგანიზაცია მთლიანად ამ პროექტში ჩართული და საკმაოდ ისეთი ბევრი ადამიანი მუშაობს, ასე ვთქვათ, ხო, რომელი ორგანიზაციებია, როგორ გითხრათ და როგორ მოხდა ეს კონსოლიდირება? ანუ პირველი არის პროექტი მოზადებულია და განხორციელებულია 5 არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, კერძოდ ანუ სტუდენტთა საერთაშორისო ინიციატივა. ანუ ჩვენი ორგანიზაცია, მთავარი ორგანიზაცია, ასე ვთქვათ. გარემოს და ინფორმაციის და მდგრადი განვითარების ცენტრი რიო. ახალგაზრდულ ინიციატივათა მხარდაჭერის ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუტი, ქვემო ქართლი. და ვინ არიან ადამიანები, რომლებიც უშუალოდ არიან მუშაობის პროცესში ჩართული და თუ გაიარეს მათ რაიმე ტრეინინგი? ასე ხომ არ არის პირდაპირ მოვიდნენ სტუდენტები და დაიწყონ გასვლა გაივლიან ზაფხულს. ჩვენ ყავს აგრონომი სოფელ ქარელში. ის უნდა ჩაატაროს ყველანაირი ტრეინინგი, რაც იქნება საჭირო და ამჟამად სტუდენტები მოხალისეები არიან თქვა. კი, მოხალისეები, რა თქმა უნდა. კი, მოხალისეები და ადგილობრივი სტუდენტებიც არიან იქ და მარավდიდან. ახალგაზრდები, ხო. ანუ ძირითადი აქცენტი გაკეთებულია იმაზე, რომ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი კეთდება კომპეტენტური ადამიანის მეთვალყურეობის ქვეშ, ანუ აგრონომი, რომელიც ამას მიმართულებას აძლევს ამ ადამიანებს, რომელმაც კარგად იცის თავის საქმიანობა და შესაბამისად უკვე დანარჩენი უკვე განაწილებულია მოხალისეობრივ დონეზე. იქ ფონდის მოხალისეებიც არიან, ხო, ირაკლი ჩართული, მე ვიცი, რომ ჩვენი ფონდის მოხალისეებიც იღებენ მონაწილეობას, ადგილობრივი, ასე ვთქვათ, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, ახალგაზრდები, სტუდენტები თბილისიდან და ასე შემდეგ. და მაგალითად მე თუ მომინდა მაყურებელს თუ მოუნდა რომ ჩაერთოს ახლა ამ პროექტში გვიყურებს ძალიან ბევრი ადამიანი, როგორ მოხდნენ თქვენთან, როგორ დაგიკავშირდნენ? ჩვენ ოფიციალურად, რა თქმა უნდა, მითითებულია ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია ფონდი წერტილი-G-ზე, შეგიძლიათ შეგბრძანდეთ და ნებისმიერ შემთხვევაში გახსნილები ვართ ურთიერთო. კი, რა თქმა უნდა და იგივე ახალგაზრდების რამდენად მნიშვნელოვანია ახალგაზრდების ჩართულობა და რა? პირველ რიგში ის ერები, რომელმაც ეროვნული სახელმწიფოების შექმნეს, ახორციელებენ სხვადასხვა უწყებები, ორგანიზაციები იმ პრიორიტეტს, რომელიც ზოგადად ქვეყანაში მთავრობა აცხადებს და ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ფონდიც მიუყვება ამ კურსს და სოფლის მეურნეობაში მით უმეტეს, როდესაც ქართველი ადამიანის ბუნება და დანება სოფლის მეურნეობაზეა ორიენტირებული, მაქსიმალურად ორიენტირებული ვართ, რომ ხელი შეუწყოთ ახალგაზრდების ჩართვას, მოხდეს პოპულარიზაცია იგივე ამ მეთოდის დანერგვის და მთლიანობაში ის ახალგაზრდები, რომლებიც რეგიონში უყურადღებოთ არიან, მიექცეს მეტი ყურადღება და ფიქრობ, რომ ძალიან
ძალიან კარგი შედეგი იქნება. სწორედ დასაქმდნენ ადგილობრივად, ესეც ძალიან მნიშვნელოვანია. ალბათ აიტაცებენ კიდევაც ამ პალმეტურ მეთოდს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში პროექტი არ დაფინანსდებოდა იმ შემთხვევაში თუ იქ მდგრადობის კომპონენტი არ იქნებოდა თვალის. ამიტომ საინტერესოა თვითონ ახლა მოსავალზეც რო ვთქვა, ორიოდე სიტყვა, როგორც ვიცით, საქველმოქმედო მიზნები აქვს, ვთქვათ, ამ მოსავალს. როგორ აპირებთ რეალიზებას, ვის მოხმარდება და ასე შემდეგ და როდისთვის ელოდებით დაახლოებით მოსავლის მიღებას. კი ბატონო, პროექტი ითვალისწინებს ტრენინგ ცენტრის შექმნასაც, სადაც ჩაუტარდებათ ახალგაზრდებს ზოგადად ტრენინგები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მიმართულებით და შემდგომში უკვე იგივე ეს მოსავალი, როდესაც მოვა, სამჯერ მეტი მოსავალი და საზოგადოება დაინახავს, ეს მოხმარდება საქველმოქმედო თვალსაზრისით ბავშვთა სახლებს, ზრუნვა მოკლებულ ადამიანებს და ასევე მოხუცებულებს და მთლიანობაში ეს იქნება ძალიან პოზიტიური ნაბიჯი ჩვენი საზოგადოებისთვის. რაც უფრო მეტი დადებითი და პოზიტივი იქნება ჩვენს ქვეყანაში მithmetes. რა თქმა უნდა, მithmetes იმ ფონზე, როდესაც მთელი დასავლეთ ევროპა ძირითადად პალმეტური მეთოდით ვითარდება, საუბარია სოფლის მეურნეობას და სახელმწიფოს აქვს ზოგადად ეგ მეთოდოლოგია არჩეული პრიორიტეტად. საკმაოდ დიდი შანსებია, რომ მთელი საქართველო მოიცვას ზუსტად აი ამ მეთოდმა, იმიტომ რომ ეს არის მეტი პროდუქტიულობა, მეტი ნაყოფი, მეტი შემოსავალი, დასაქმების მეტი პერსპექტივა, აქედან გამომდინარე რეგიონების მასშტაბით საქართველოს აქვს პერსპექტივა, რომ გავრცელდეს და ასე ვთქვათ, ეს მიმართულება საკმაოდ კარგად და მტკიცედ ნატურალური არის, არ არის რაღაც ხელოვანი. ხო, აი სწორედ ეს მინდა და უსასუქოდ ხდება, ხო? ამ ყოველთვის გაკეთება და ძალიან ნატურალური პროდუქტი იქნება მიღებული და ძალიან მალე, რაც ვთქვია, აუცილებლად უნდა გკითხოთ იმ სიახლის შესახებ, რომელიც არის ფონდში დაგეგმილი, ფონდმა გაიარა ევროპის მოხალისეობრივი პროგრამის აკრედიტაცია და ამერიდან უკვე საქართველოსთან ევროპაში შეგვიძლია ახალგაზრდების გაგზავნა. როგორ იქნება შესაძლებელი, რომ ჩაერთონ ახალგაზრდები, სტუდენტები ამ პროექტებში და კიდევ უახლოესი გეგმები ფონდის? უახლოეს დღეებში ჩვენ ვაპირებთ კონკურსის გამოცხადებას, რომლის საფუძველზე შეირჩევა ერთი კანდიდატი და გაიგზავნება ევროპაში, მაგალითად რუმინეთში გვეგმავთ. ეს უკვე უახლოეს დღეებში მოხდება? კი ბატონო, უახლოეს დღეებში ან მომავალ კვირაში, ხა ზუსტად არ მინდა შეცდომაში შევიყვანო. თუ შეიძლება გითხრათ მაყურებელს, რომელიც დაინტერესებული არის ამ თემით, სად შემოიტანონ განაცხადები, თუ უკვე დასრულებული? კი ბატონო, ჩვენ საიტზე აბსოლუტურად ყველაფერი მითითებული იქნება და ერთ-ერთი ახალგაზრდა იმუშავებს ევროპის ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში ერთი წლის განმავლობაში და მსგავსი ინიციატივით მომავალში ძალიან ხშირად განხორციელდება ჩვენი ფონდის მიერ, ვინაიდან თვითონ ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის აკრედიტაცია გარკვეულ დროს მოითხოვს, ჩვენ ეს ერთობლივად მადლობა მინდა ყოველ კოლექტივს გადაუხადო, ვინც წვლილი შეიტანა ამაში და მთლიანობაში მომავალშიც ახალგაზრდები ისარგებლებენ ამ კარგი შემთხვევით. ჩვენც მივიღებთ ასევე, ანუ როგორც გვა გაგზავნის ფუნქცია, ასევე შეგვიძლია მივიღოთ, ეხლა 20 მაისს ველოდებით უკვე ამერიკის მშვიდობის კორპუსის მოხალისეს ამერიკიდან, რომელიც 6 თვის განმავლობაში იქნება ჩვენთან, ასევე მას შემდეგ რაც გავიარეთ აკრედიტაცია, კიდევ ველოდებით არაერთ ახალგაზრდას ევროპიდან, შესაბამისად ეს იქნება ორმხრივი, ასე ვთქვათ, გაცვლის პროცესი და იქნება ძალიან საინტერესო. მით უმეტეს აბსოლუტურად ყველაფერი არის დაფინანსებული თავის მოგზავრობით, ანუ კვებით, საცხოვრებელი ადგილით და შესაბამისად შესანიშნავია, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. საკანტო კონკურსი გამოცხადდება მაისის ბოლოს. ან ძალიან ბევრი სამომავლო გეგმები გაქვთ. მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, გისურვებთ წარმატებას და ამ პროექტის წარმატებით განხორციელებას და მე როგორც აღვნიშნე, მკაცრად დავიცა უმცირესობის უფლებებს მეთქი. ახლა ელენე თავაძე შემოგვიერთდები და